Რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში ვაგრძელებთ მუშაობას. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს ლევან ყიფიანს შეხვდნენ. შეხვედრას თბილისში მყოფი ეროვნული გუნდის 7 წარმომადგენელი ესწრებოდა. საუბრის მთავარი თემა ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების გამოსვლა იყო. კალათბურთელებმა აგრეთვე უარყვეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სპორტის სამინისტროსა და კალათბურთის ფედერაციას შორის არსებულ დაპირისპირებას რაიმე სახის გავლენა მოეხდინა ეროვნული ნაკრების ჩემპიონატზე გამოსვლაზე. Televizიის საშუალებით გაჟღერდა ინფორმაცია, თქვა ჩვენ კალათბურთელებზე იქონია ზეგავლენა ამ დაპირისპირებამ და ისახა ეს თქვა შედეგზეც, რაც არასწორია, ჩვენ ამ ფაქტის დაფიქსირება გვინდოდა და ჩვენ კალათბურთელები არ ვერევით ამ დაპირისპირებაში არც უნდა ვერეოდეთ და უბრალოდ ჩვენ გვინდა ჩვენი სახით, კალათბურთელების სახით თქვათ და დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ ქონდა ძალიან დიდი მისია შესაძლებელი ევროპის ჩემპიონატზე. Რაც ვიყავით ძალიან ფოკუსირებულები და არანაირ ხელშეშლა არ ყოფილა დაპირისპირების და გამონდა ეს ჩვენ კაფეოდ გამოთქვით და რადგან უკვე დაპირისპირება არის მინისტრთა და ფედერაციას შორის, მინდა ყველა მხარემ გაიგოს საზოგადოებაც, რომ ჩვენ კალათბურთელებს არანაირ ხელშეშლა არ გვქონია ამ დაპირისპირების და გამო. Ჩვენთვის გასახარია, რომ თავად კალათბურთელებმა ნაკრების წევრებმა გუნდის კაპიტნებმა გადაწყვიტეს და გამოთქვეს სურვილი ჩვენთან შეხვედრისა. ჩვენი შეხვედრა სპორტის სამინისტროში შედგა გვიან ღამით, რადგან მე გახდით მივლინებაში და ყაზბეგიდან ჩამოსვლისთანავე გავემართე სპორტის სამინისტროში. შეხვედრა იყო ძალიან ღია, ჩვენ მიმოვიხილეთ ის პრობლემები, რომელიც დღეს არსებობს კალათბურთში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი მხრიდან ინფორმაცია იქნა მიწოდებული რეალურ მდგომარეობაზე და ის მდგომარეობა, რაც შეეხება კალათბურთელებს, რომ კალათბურთელებით არ შეიძლება მანიპულირება, ჩვენმა ბიჭებმა მხარი დამიჭირეს და ერთი აზრი იყო ამ მიმართულებით.